რა ტაქტიკით ითამაშებს საქართველოს ნაკრები? რა ცვლილებები იქნება ძირითად შემადგენლობაში? ვილის ანიოლის კომენტარი და მოახლოვებული სანაკრებო შეხვედრების შეფასებები. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იმით, რომ ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები მოახლოვდა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩენილი შეხვედრებისთვის მზადებას 11 ნოემბრიდან დაიწყებს. ვინ დაუპირისპირდება უკრაინას და ჩეხეთს, ამის 23 კაციანი სია უკვე ცნობილია. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება. ნაკრებში დაბრუნდნენ ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკბესკირი და საბა ლობჟანიძე. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებზე და გუნდში არსებულ განწყობაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილის ანიოლიმ და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროს დამითმე ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. ბოლო 2-3 წელი ძირითადად ერთი და იმავე ტაქტიკით ვთამაშობდით. ბოლო შეხვედრაში ალბანეთთან გარემოებებიდან გამომდინარე გამონაკლისი იყო, თუმცა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ტაქტიკური გადანაცვლებები. ეს გუნდისთვის კარგი არ არის. როდესაც ფეხბურთელები ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული მონახაზი, თუ როგორ ითამაშებენ. ასე რომ ტაქტიკის ხშირი ცვლა კარგი არ მგონია. ვაცნობიერებთ, რომ დასვაში არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი გყავს. წარსულში ბევრი ცენტრალური მცველი გამოვცადეთ. ხვადაგიანი კალანდაძე, ბევრია დამოკიდებული მოთამაშის განვითარებაზე. რამდენიმე თვის წინ გოგლიჩიძეზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთადაა და ის უახლოესი 2 შეხვედრიდან ერთ-ერთში ძირითადიდან ითამაშებს. შეიძლება ბევრი კანდიდატი ახლა არ ჩანს, მაგრამ შანსია ეს ყველაფერი მალე შეიცვალოს. ალბანეთთან თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ სკამზე შემტევი რესურსის ნაკლებობა მქონდა. თამაშის წინ ტაქტიკა შევცვალე, არ გამიმართლა. არაერთხელ ვუყურე ამ თამაშს და ვფიქრობ, მეც მიმსახურებდით. რაც შეეხება მომავალ 2 შეხვედრას, ორივე ძალიან რთული იქნება. გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქ არის, ამ დონეზე. არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულ ჯგუფში ვართ. ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება და ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ ეს 2 თამაში მოვიგეთ, პირველ ადგილზე გავალთ. ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის დავალება კი ის არის, რომ სტაბილურობას მივახციო. მინდა რომ პორტუგალიასთან თამაში გამონათება არ იყოს და ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში შეგვეძლოს. უნდა გავიაზროთ, რომ ინდივიდი არ არის მთავარი, მთავარი გუნდია და თუ ეს გავითავისეთ, შედეგიც მოვა. გუნდში კარგი განწყობა. როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან სწრაფი პროგრესი ვქონდა. მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა. ფეხბურთელებს კი ამის გადახარშვა სჭირდებოდათ. ხანდახან არის შრომის, კონცენტრაციის ნაკლებობა. ჩემი ამოცანაა მათ აუხსნა, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება შეუძლებელია. ხვიჩა ამის მაგალითია. მაგარი პირველი სეზონის შემდეგ მას ჩავარდნა ჰქონდა. თუმცა გააცნობიერა, რომ წარსული მუდამ უკან რჩება და შრომა და განვითარება უნდა იყოს უწყვეტი, რომ წარმატება მოვიდეს. უკრაინასთან აგრესია გვაკლდა. სწორედ ეს იყო ჩვენი ძლიერი მხარე ამ შეხვედრამდე. ამიტომ სწორედ ამ აგრესიის და ინტენსივობის მოპოვება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ 2 შეხვედრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრები არ თამაშობს ხოლო თბილისში, ამიტომ ბათუმში ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ნოემბრის თამაშისთვის. თუ არ მეშლება, თუ სწორად ბავშვს შვედეთს ვეთამაშებთ ჩვენ ნოემბერში, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ქალაქი, ახალი სტადიონი, მოგესალმებით მის საფარის მინდვრის არის განახლებული, იქნება საუკეთესო მდგომარეობაში და ქართულმა გულშემატკივრმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ძალა, უდიდესი დახმარება შეუძლია ნაკრებისთვის თუ თამაშებში და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი და გუნდი ერთად შეძლებს წარმატების მიღწევას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ რა ფეხბურთსაც ვთამაშობთ და საფარი იყო საუკეთესო მდგომარეობაში, ამიტომაც იყო რომ ბათუმის დინამო არ თამაშობდა იმ სტადიონზე, რომ კარგად მომზადებული იყო ამ თამაშისთვის და დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო მდგომარეობაში დაგვხვდება ბათუმში მინდვრისაკენ. რა კითხვის ნიშნებია შემადგენლობაში, რა ტაქტიკით უნდა ითამაშოს ნაკრებმა და ვინ უნდა იყოს ძირითად შემადგენლობაში. Newsmaker-ის ამ კითხვებს კომენტატორმა ტატო ბასიკაძემ და ჟურნალისტმა მერაბ უფარაძემ უპასუხეს. ამოძახების ნაწილში ერთადერთი არის, რომ ალთუნაშვილს, ასე თუ ისე მოლოდინი მქონდა, რომ შეიძლება გამოეძახებინა. კაი გოლი გაიტანა თან. საბა ლობჟანიძეს გამოძახება გამიხარდა. იმიტომ რომ კარგ ფორმაშია ძალიან. ინტერთან ელოდება თან მესამე თამაში იქ და საინტერესოა მესის კიდე გაუტანს თუ არა, სადაც დაინახა ყოველ გოლი შეუგდოდა. იმ ფორმაციაში რეალურად საბა ძნელია დაინახო, რითიც თამაშობს საქართველოს ნაკრები, თუმცა აი როდესაც თუ გაგვიჭირდა სიტყვაზე და შეტევის გაძლიერება გახდა საჭირო, ამ შემთხვევაში ვალბანკის ამბავში მარჯვენა ფლანგზე მისი გამოყვანა შეიძლება. დაფიქრდე აძლიერებს შემადგენლობას იმ თვალსაზრისით, რომ დიდი არჩევანი გაქვს, სხვა ტიპის ფეხბურთელები ყავს, საბასნაირი ფეხბურთელი პრინციპში დაფიქრდე. კონკრეტულად აი ეგეთი მონაცემების შეიძლება მეორე არც არის ნაკრებში. ეს ზუგა არის მეტნაკლებად მიახლოებული, მაგრამ დავითაშვილს
ბევრი სხვა რაღაც გაკეთება შეუძლია. კვეკესკიძის გამოძახება გამიხარდა ასევე. და პრინციპში ლოგიკურიც იყო, ნახევარდაცვაში მაინც გჭირდება ფეხბურთელი, მithumet სალთუნაშვილი როცა არა გამოძახებული, რომ იმ სამეული შეცვალოს. რაც შეეხება ტაქტიკას, თვითონ სანელმას ილაპარაკა და მე მგონი ისაც გასაგები იყო, რომ არაფერი შეიცვლება, ალბათ ალბანეთთანაც ვითამაშთ ის აღარ იქნება, ნახავდათ, ვითამაშებთ ისევ იგივე სქემით, 5 მცველით, 3 ნახევარმცველი, 2 თავდამსხმელი, შემადგენლობაც დიდად ალბათ შეცვლილი არ იქნება. ერთ-ერთი თქვა შევა მარცხნივ სიტყვაზე ლოჩაშვილი არ იყოს და შენგელია იყოს, ეგ ვარიანტია. და ნუ აი დაცვის ცენტრში თვითონაც თქვა სანილმა გოგლიჩიძეს დავაყენებ ერთ-ერთ თამაშში ნაღდათო და შესაბამისად მაგაში ვენდობი ერთ-ერთ თამაშს რომ ალბათ ლოგიკური იქნება რომ გოგლიჩიძემ ნელა დაიწყოს ნაკრებში უკვე თამაში იმიტომ რომ ბოლო ტურის მატჩს არ გავითოვებთ რაც გააძევეს მანამდე ძალიან მაგარი მატჩები ჰქონდა სულ და სერიაში როცა ეგრე თამაშობს შენ მცველი აუცილებლად შანსი უნდა მიეცეს. შანსებზე არ მიყვარს ხოლმე არასდროს საუბარი, როდესაც საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის მოლოდინი მაქვს ნებისმიერ მეტოქესთან მით უმეტეს ამ შემადგენლობას და ამ ნაკრებთან ერთად ყოველთვის იმის მოლოდინი მაქვს რომ უნდა მოვიგოთ თამაშები, მაგრამ მაინც ეს ლაპარაკი არ მიყვარს ხოლმე. მიხედავთ იმისა, რომ უკრაინასაც აქვს პრობლემები და მიხედავთ იმისა, რომ ჩეხეთს მაგალითად მოუგეთა 4-1, მაინც ძალიან რთული მატჩები გვექნება ორივე. განსაკუთრებით მაინც პირველი ალბათ, იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაა ხო ჩვენ ჯგუფში, რომ შეიძლება ბოლო ადგილზე გავიდეთ, ან შეიძლება ბოლოზეც გავიდეთ, შეიძლება პირველზე გავიდეთ და ეს ორი მატჩი არის ფინალებიც. ვიწოს ფინალი ახლა პირველი და თან ისეთ ფინალია, სადაც კიდე პლუს ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღოს ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა, იმის რომ ჩეხეთში ითამაშოს. აქ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ. როგორ უნდა ვითამაშოთ ძალიან სუფთად ეს თამაში, იმიტომ რომ რამდენი 7-6 ფეხბურთელს მეც მე მგონი აქ ყვითელი ბარათი და ერთის მიღების შემთხვევაში ჩეხეთში არ იქნება და შეიძლება ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაგვაყოლდეს იქ. და მე ძალიან გაგვიჭირდეს ჩეხეთთან, იმიტომ რომ რეალურად ერთი მოგება ჩვენ არ ყოფნის, ხო, მოგება გვინდა ჯგუფის, რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციაა და 4 ქულა მაინც გჭირდება მინიმუმ. ზოგადად ფორმით თუ ავიღებთ ვინ როგორ ფორმაშია, მე დავითაშვილს დავაყენებდი მაგალითად. გასაგებია რომ თავდასხმად ხშირად არ ათამაშებს ზუკას სანიოლი და უფრო უკან მოკიდნან ათამაშებს ხოლმე, მაგრამ ეგეთი ვარიანტი რო განიხილებოდეს, რომ კვარა და დავითაშვილი იყვნენ წინ, იმიტომ რომ თუ ავიღებთ ვინ როგორ ფორმაშია, ჟორჟზე და ბუდუზე უკეთეს ფორმაში არის, ბევრად ზუკა, რომელიც ძალიან საერთოდ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ლიგა 1-ში და შეიძლება მოიგოს კიდეც. იმედია ვიყო ჩაღებთ მაგაში ცხმის მიცემით და მოვაგებინებთ და მე აი პირადად მე ეგრე დავიწყებდი. კი ის არის რა ქვია, გასაგებია რომ არ არის კიდე თუ არ თავდამსხმელი ზუკა ამ ნაკრებში, მაგრამ ეხლა მაგ პოზიციას თამაში თავისუფლად შეუძლია. თუმცა ჟორჟსა და ბუდუს შორის მაინც ჟორჟი, იმიტომ რომ ბომბარდირია და ნაკრების ძირითადი ფორვარდი ეგ არის ჟორჟია ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი და მაგორ შორის ჟორჟს ავარჩევდი, მაგრამ ისე არის დავითაშვილის ვარიანტსაც. თუმცა ძნელია რა, ძალიან ძნელია რომ ადგე და მიქაუტაძე სკამზე დასვა რა. ოქტომბრისგან განსხვავებით დებიუტანტები არ არიან, დაბრუნდა განაცხადში საბა ლობჟანიძე, რომელიც ხო ცოტა უცნაური არის, რომ წინა თვეში არ იყო, იმიტომ რომ გეგმაში აღждდებოდა ერთი და მეორე რომ ამერიკიდან დისტანციის და დროის ამბავში რაღაცა პრობლემები იქნებაო და ეხლა გამოიძახა და სავარაუდოდ მიხვდა რომ საჭირო ფეხბურთელია და ალბანეთთან და უკრაინასთან პრინციპში ჩავარდნილი მარჯვენა ფლანგი იყო, კაკაბაძე კი გასაგებია რომ მარჯვენა მცველია და თამაშობდა დაცვიდან, მაგრამ ალბანეთთან გვახსოვს როგორი პრობლემები იყო და ის გოლიც სწორედ მარჯვენა ფლანგიდან გავიდა და მოკლედ მარჯვენა ფლანგზე პრობლემები იყო. შესაბამისად, როგორც ჩანს, იფიქრა და მიხვდა სანიოლმა, რომ მარჯვენა ფლანგის როგორც შეტევაში ისეთი ფეხბურთელის გამოძახება საჭირო იყო, რომელსაც შეუძლია რომ ფლანგი აითვისოს. დაცვაში გვაქვს დანაკლისი, რომ არ არის დვალი, რომელიც ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ლიდერად დაცვის, ალბათ გოგლიჩიძე სწორედ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც იქნება დვალის არყოფნაში. და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ მე მგონია რომ გოგლიჩიძეს ნელ-ნელა უკვე უნდა მიაჩვიოს ძირითადი შემადგენლობა, ცოტა გადაბერებული დაცვის ხაზი, კაშიას კაპიტანი კაშია, დიდი პატივისცემა, სიყვარული და რა ვიცი, დიდი ამაგი აქვს ამ კაცს საქართველოს ნაკრების მიმართ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე უნდა ვისწავლოთ ახალგაზრდებით თამაში რა, არ შეიძლება რომ მით უმეტეს იმ ტაქტიკაში, რომელიც ალბანეთთან იყო ბევრი შემტევი და 4 ცოლზე გადაწყობა, გამოჩნდა რომ სისტრაფეებზე კაშიას ძალიან გაუჭირდა. არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება იმის, რომ
სერიას ძირითადის გუნდის ემპოლის ძირითადის მცველები სკამზე ყვავდეს და წუთს არ ვაძლევდეთ სათამაშოდ. ასე რომ ნელ-ნელა მაკეთკე უნდა წავიდეთ და მე მენიშნა ეს სიტყვები დღეს პრესკონფერენციაზე რას თქვა სანიოლმა, რომ გონია რომ თვითონაც აეგრე ფიქრობს უკვე, რომ დრო არის ახალგაზრდები, ამ შემთხვევაში გოგლიჩიძეზე საუბარი, უკვე მივცეთ გოგლიჩიძეს მეტი სათამაშო დრო. თითქმის 100% დარწმუნებული ვარ, რომ აღარ იქნება ყველა შემტევი აბსოლუტურად ძირითად შემადგენლობაში. არ ვიცი ახლა ვის დააწყებინებს ბუდუს თუ ჟორს, მაგრამ სხვა მხრივ ტაქტიკა იქნება ის, რომლითაც სანიოლი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ისეთი ვითარებაა დღეს ჯგუფში, რომ სხვა თამაშებში რა მოხდება, შესაძლოა გადამწყვეტი იქნება ყველა შემთხვევაში. მაგრამ საქართველოს ნაკრებს იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიკავოს ჯგუფში, მოსაგებია ორივე თამაში, რაც ძალიან რთულია. ერთი ის, რომ უკრაინა უხერხული მეტოქია, ყველაფერს თავი დავანებოთ, სულ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, როგორი მინდორიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, უკრაინის ნაკრებთან მოგება არ გვაქვს. 10 თამაში უკვე და 7 წაგება და 3 ფრე. შესაბამისად, ხო, ესეთი, როცა ეს უხერხული მეტოქია, იქ რთულია გახვიდე და მე რა, რომ სახში თამაშობ, დაგეგმო თანაბარი დონის ნაკრებთან დაგეგმო სამი ქულა ეგრე არ ხდება. მოსაგები თამაშია, მაგრამ ძალიან რთული. ისევ ხისტი თამაში მგონია, ისევ დაძაბული და უკრაინას მოსაგები აქვს. ესე ჩვენ მოსაგები მარტო ჩვენ ხო არ გვაქვს. უკრაინისთვისაც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს ეს თამაში. შესაბამისად, რთული თამაში, რომელიც შესაძლოა რომ ბოლო წამებამდე იყოს იმდენად დაძაბული და იმდენად უხეშიც მათ შორის, რომ წინასწარ პროგნოზი გაკეთება მიჭირს. რაც შეეხება ჩეხეთთან გასულ ეს თამაშს, ახლა ჩეხეთს 4-1 მოუგეთ თბილისში და იმათ თავიანთი ანგარიშები აქვს გასასწორებელი, ალესილები დაკვდებიან და გამწარებულები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოიგონ. მაგრამ ჩეხებამდე უნდა მივიდეთ. ჯერ უკრაინაა და ურთულესი, უმძიმესი თამაში, მაგრამ რა ვიცი, ოპტიმისტები ვართ და ჩვენმა ნაკრებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ, რომ ყველასთან სახში თამაში მით უმეტეს შეიძლება და რატომაც არა, ბოლო-ბოლო ხო უნდა მოვიგოთ ერთი თამაში უკრაინასთან და იყოს ის, რომ როცა გვჭირდება და როცა ყველაზე საჭიროა, მაშინ იყოს რა. ტაქტიკურად ისე გამოდის, რომ სანიოლი არჩევს უფრო ჟორს, იმიტომ რომ უფრო ჯდება იმ სქემაში და იმ სისტემაში, რომლითაც თამაშობს საქართველოს ნაკრები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ახლა კრიტიკის ობიექტი ნამდვილად არ იქნება სანიოლი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მაგრამ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაში, თუნდაც ის, რომ ჟორს ენდნენ ლიონში და ბოლო რამდენიმე თამაში ზოგი ძირითადში დაიწყო, ზოგი ცოტა ადრე შემოვიდა, ვიდრე შემოდიოდა, კი დუბლი შეასრულა ოსერთან, მაგრამ მაინც ვერ გაიხსნა ისე, როგორც ელოდებოდნენ კი არა იმის ნახევარიც ალბათ. ბუდუ კარგ ფორმაშია და მე მგონია, რომ დღესაც უკვე მზად არის ბუნდესლიგისთვის, ამიტომ შესაძლოა, რომ ვიხილოთ ის ამბავი, რომ ბუდუს მიეცეს შანსი უფრო მეტი დროით სათამაშოთ, ვიდრე აქამდე ეძლეოდა. არ ვიცი, ეს სანიოლის გადასაწყვეტია, მაგრამ რატომაც გონია, რომ შესაძლოა ბუდუს დააწყებინოს. ბოლოს კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები მზადებას 11 ნოემბერს საგურამოში დაიწყებს. 16 ნოემბერს კი ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.